დე, ახალი მეგობარი გავიჩინე, ხო გამიშვებ დღეს მაგასთან? ვინ მეგობარი გაიჩინეო, მარიკო? საცხოვრობს. ლუკა ქვია, დედამის დიანა. შენ რო სალონში დადიხარ, იმ კორპუსში ცხოვრობენ. ეთერის კორპუსში? წადი ხო, მაგრამ 6-ზე სახლში იყავი იცოდე. შემოდიო, მარიკო, დედაჩემმა ნამცხრები იყიდა და ვჭამოთ. გამარჯობა. მე ცოტა სხვანაირი წარმომედგინა ჩემი ლუკას მეგობარი, მაგრამ მოდი. დედაჩემმა მითხრა თქვენზე, მადლობა გადაუხადა ჩემ მაგივრათო. და იქ მადლობა რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. ლუკაჩო, მოდით დე მადარტის ნამცხრები ჭამეთ. ისა შვილი შენ იცი საერთოდ მადარტი, ანუ ქსმენია. კი, ჩემ დას მოუტანეს თავის მადაქალიებმა დაბადების დღეზე მადარტის ტორტი. მარწყვებით იყო. მერთხელ ყველაფერი ხდება, მაგრამ ჩვენ ოჯახში სუფრას ჭიკის რძეც კი არ აკლია. ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. აუ, მარიკო, შენ რო სოფელში იყავი, მან კაი იყო, მე არ მაქვს სოფელი. აუ, კი, ძალიან მაგარია. იცი ჩემ სოფელში როგორ ლაპარაკობენ? შენ აქითკენ არ ჩამეიარე. აი მე ძალიან გთხოვთ, მალე მორჩით და გარეთ გადით რა. კარგით, მალე მოვრჩებით. გევიდეთ გარეთ. ბავშვებო, შემოდით კლასში, დაიწყო გაკვეთილი. აუ, ცოტნე რა ნუბი ხარ? წაიქცა მას. ვაიმე, ნუბი რა სიტყვაა, შვილო? ქართულის გაკვეთილია და ვსაუბრობთ მხოლოდ გამართული ქართულით. თქვით სულელი, ქარაფშუტა, ჩათლა. დავიწყოთ რა. მას ასაკითხი გქონდა მოთხრობა, დავიწყებ. კი, აბზაცებად უნდა წავიკითხოთ, მარიკო დაიწყე. ერთ სოფელში, რომელიც უდაბურ ტყეში მდებარეობდა, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად დავითი. დღეს რაზე ვინადირო, თქვა დავითმა. ხო, ეხლა მანდ ერთი დეტალი არის. დავითმა არა, დავითიმ. წიგნში შეცდომა არის და ჩავასწოროთ სულ ყველამ. ნახეთ თვითონ აი ბრუნვაშიც როგორ არის დავითი, დავითიმ. ხედავთ? მას გავაგრძელებ. დავითი ნადირობაზე ფიქრში გაერთო. თან ძალიან შიო და ამიტომ მაცივრიდან ნეხვი გამოიღო და ჭამას შეუდგა. ვაიმე, ცოტა დაკვირვებით რა. ეგ წერია კაცო მან. ძეხვი. ნეხვი ხოუზდელობა სიტყვა ამას. ხო, არ არის აუცილებელი რომ ითქვას რა. გავაგრძელოთ რა, ანა მარია გააგრძელე. ისევ მე მას. ამ დროს კარზე მძვინვარე ბრახუნი გაისმა. თითქოს ვიღაცა კარის შემოტეხვას ლამობსო, მაგრამ კარი არ გატყდა. ძალიან კარგი. აბა ეხლა ვინ მეტყვის? რა იგულისხმა ავტორმა სახლის კარში? რისი თქმა სურდა ამით? აბა? მას. იმის თქმა სურდა, რომ სახლში ქურდები რო იჭრებიან, თუ კარებს კარგად ჩაუკეტავთ, ვერ შემოვლენ. არა. კარებში ავტორმა იგულისხმა საქართველო. ხოლო ადამიანში, რომელიც აი ამ კარებს ეჯაჯგურებოდა, ტერი. კარი ვერ შემოიმტვრა, ისევე როგორც საქართველო გადაურჩა ამდენ ტერს. მას რობაკიძე ნეხვს მეძახეს. ნეხვი არ გამეძახია მას, ძეხვი დაუძახე. რობაკიძე დასტოვე კლასი. მას დასტოვე კლასია თუ დატოვე კლასი? ომარიკო მიყევი? ინგა სამსახური ვიშოვე. ვინ დაიწყო მუშაობა რესტორანში? დედა რა კარგია, ანასტასია, ვის აქ ჩემი ვალი? ეს მევალეები ხო ვერ მოვიშური რა. იმდანად დავიწყე მუშაობა, ბანკირად კი არა. ყველაფერს გავისტუმრებ ხილფასზე. დედის ამაკს ვერასოდეს გაისტუმრებს შვილი. რა გინდა, რაზე მინდა მივიოკებ ეხლა? არაფერს არ გინდა მივიოკებ მე ხა, ისე ნუ გამომიყვარო, გეგონება კრემისფერი შარფი მქონდეს, ანახი და 40 ლარი მჭირდებოდეს. აუ, მე რა უნდა მეყიდო, ანასტასია? ვინ მელაპარაკება? რატო უნდა გიყიდო შენ საერთოდ რამე, რა გააკეთე გუშინ? არაფერი. რა გააკეთა? დამიწყებია გუშინ ჩემი ოთახის კარები ჩაკეტვა თურმე. და რო ვთვერქავდი ვიდეო გადამიღო. რა შვებოდი? ვთვერქავდი რა არის? ვთვერქავდი, ანუ სწავლობდი. ინგლისურად თვერქ ნიშნავს სწავლას, მეცადინეობას. კიდე კაი როებისთვის გაგიგზავნია ეგ ვიდეო. იმედი არ დავაგვიანე. ანასტასიას ცეკვის ვიდეო მოგიტანი და გადაიწერე ტელეფონიდან. მესენჯერზე არ გამოგიგზავნე, იმიტომ რომ ჩემი პაროლი იცის და ნახავდა. იმედი არა სუფთად მოქმედებდი.
მაჩვენია ბა ეს ვიდეო რა ღირს 15 ლარი კაი გამომართვი იმედია რომ კიდევ ვითანამშრომლებთ ღირთო როგორ მიზიზღება მაღლივი არა ქალბატონო თქვენ არა დამკვირვებლები რა შუაში ხართ ვა მარე შენ სამ გამოცდეს წիր სად ზიხარ აუ სუწინ ზიხარ შენ ვერაფერს ვერ გადაიწერ არა არც მე არ ვაპირებ რამის გადაწერას ქალბატონო დაიკავეთ ადგილები უკვე გამოცდა 2 წუთში დაიწყება ტუალეტიც მოითავეთ გაფრთხილებულები ვართ ვერ გაგიშვებთ კაცრავად მე ცისტიტის ცნობა მაქვს მოტანილი ფორმაასი და ხო შემეძლება ტუალეტში გასვლა მაჩვენია ბა ხო თუ გინდა რომ შენ ტუალეტში გაგიშვათ უნდა ახვიდეს ზემოთ სართულზე რომ ამაზე ხელი მოგიწერონ და მე პირველ კორპუსში გაიქცე რომ ბეჭედი დაგირთხან და მოგვიტანო ეს ისევ ჩვენ კარგით მაშინ ახლა გავალ ტუალეტში ტელეფონები გამოვიტანოთ ვიწყებ საკითხების დარიგებას მაჩვენით თუ შენი რეები შემხვდა არც ერთი არ მინდოდა თუ არ გავცვალოთ არა ხუმრობ ქალბატონო ხუმრობით მოგხსნი მეც გამოცდიდან მიცი კუთხე რაღაცები რომ შევამჩნი ერთხელ გავაფრთხილე ორჯერ გავაფრთხილე მეთქი მე დამკვირვებელია თუ ვიქნებ რომ შემოვიბრუნდა ეს სტუდენტი თქო ერთი გაფრთხილება და მოიხსენეთ გამოცდიდან რას გადამიგიდა ეს კოდი უგაცრავად ერთი შავი ფურცელი თუ შეიძლება კიდე ერთხელ დაახვილებ შენ და მოიხსენე გამოცდიდან თეკლა ისწავლე ვახტანგ გორგასალი ვისწავლე, მაგრამ მივხვდი რომ ცოტა გოიმი იყო ეგ კაცი რა. ვაიმე, გოიმი იყო რას ნიშნავს? როგორ შეიძლება კაცო ეგეთი ლაპარაკი? ანუ მას იქიდან დავიწყოთ რომ მეფე ხარ და გახეული გაკიღლია. რომელი საუკუნეა, ხო? კარგით, წინასწარ რომ მოვკალით ეს კაცი ჯერ სიცოცხლეში რა გააკეთა ის მითხარით. ანასტასია გისმენ? მას გორგასალმა თბილისი დააარსა. ანუ ძალიან მაგარი რაღაცა თქვა, ხო? კაი და თბილისი რო დააარსა, მანამდე თბილისელები სად იყვნენ? თეკლა შვილო თბილისი არ არსებობდა მაშინ და თბილისელები როგორ იქნებოდნენ, ხო? დაფიქრდი. კარგით, რომელი სახელმწიფო ებრძოდა ვახტანგს, აბა ვინ მეტყვის? ირანი. კი ბატონო, სწორია ირანი, მაგრამ რომელი ირანი თამთა? ნუ ალბათ ბოროტი, ხო? თამთა გაკვეთილი ისწავლე შვილო. რავი, წავიკითხე მას. მე წაკითხვა ხო იცი რომ არ შველის ახლა მაგას. ძალიან სუსტი ნაკადი ხარ თქვენ და გაითვალისწინეთ რომ ჩვენ ხო არ ვიცით რა მოვა გამოცდაზე. კარგით. რა მოხდა ვახტანგ გორგასალსა და მიქაელ მთავარეპისკოპოსს შორის, აბა? ანასტასია. მიქაელმა გორგასალს კბილები ჩაულეწა მას. ზოგჯერ მეწმინდება ხოლმე ვიღაცებზე. სწორია, კი ბატონო, ამი დავასრულოთ ბავშვებო, დღეს აღარ დაგყლით. შემდეგ გაკვეთილზე ვხსნი ბიზანტიას და არ გამიცდინოთ იცოდეთ. აუ ეგ ვიცი მას, მე დეიდა ჩემი იყო მან შაშან და ძალიან მოეწონა. ნახვამდის. კარგად იყავით შვილო. ღამის ციჩუმე გაბანტე. ჩუმადუცნება გამ. հետո მიყურე ფიქრი. გაიფანტა ეგ სიჩუმე უკვე და დავიღალე. გესმოდეს მინდა დღეს, ჯეროდეს გეჭყვი ყველაფერს. აი ხა მეორეც მოვიდა. რა კონცერტი მომიწყეთ, ვერ გავიგებ. ფილარმონია მაქვს აქ. ხსენილი. აუ ჯე მომშვიდე და საჭმელი რა გვაქვს. ჩადიმედი და ამოიტანე პური მაღაზიიდან. შენ ქალბატონო არ მიდიხარ ინგლისურზე? Yes, I do. წავედი. ვაიმე ანასტასია რა კარგია რომ ჩამოასწარით შვილო ისეთი ხანძარია მე-6 საათულზე რომ გაჩერება არ შეიძლება კორპუსში ერთი წუთითო. სად არის ინგა? ია გუნდი დალალიო იყოს შენზე ალალიო. რა ენერგეტიკა მოაქვს სიმღერას, რა დამცხა რაღაცნაირ. აუ ზოგჯერ გონია ხოლმე რომ მაგარი უშნო ვარ. უშნო რატო ხარ ახლა ვერ გავიგე. დედა კარგი ყავს და მამა შენიც არ იყო ახლა შეუხედავი კაცი. თეკლა გურგენიძემ ჩამინა მივეკა Facebook პოსტით. თავის მოულა რა გახდა ზოგიერთებისთვისო. ჯა მაჰლა რომ მოვარო. ხოლე ძალიან მაგარი რაღაცა მოვიფიქრე ახლა. ტიკო, დიღომშუნა გამომყვე. სილამაზის ცენტრში. რომელში და DMS-ში. ჩაიცვი. და მან რომ მიხვალ რას გაიკეთებ. ატო არ გაიკეთო იცოდე ქალბატონო.
ჩამოვწერე აგერ. სახე, ფრჩხილი, თმა, მაკიაჟი, ყველაფერი. თლაც სხვა ადამიანი ნუ დაბრუნდები ახლა. ამის იგი ჯობია სხვა დაბრუნდე. მოგესალმებით, ჩაწერილი ბრძანდებით ჩვენთან? დიახ, ანასტასია ზედგენიძე. აბა დღევანდელი გაკვეთილი, გრიგოლ ხანძთელი ვისწავლეთ, ხო? აუ, ძალიან სოფლურად წერე და მე ვერ ვკითხულობ, ცუდად ხვდები. იხლა უყურით მას. თეკლა საყვარელი პერსონაჟი არ ყავს გრიგოლ ხანძთელიდან? აუ, კი, სიბრძდიაც მომეწონა ძალიან პროსტა რაღაცნაირი სახელი და გვარი აქვს, ხო? ეგ არ არის სახელი და კარგი თემები ხო დაწერეთ. აუ, მას მე ვერ დავწერე, სტუმრები მყავდა და მერი არ იცით ამთა? სტუმარი რო ღვთისაა. მას აქ რო ეწერა გრიგოლ ხანძთელმა 102 წელი იცოცხლაო მართალია? კი, 102 წელი იცოცხლა გრიგოლმა. საოცარია რა. ხადაობთ, ხო? 102 წელი რომ მომკლავ დღერ ვიცოცხლებ. რატო თეკლა? სადაც 102 ბიჭი ყავდა შინადგილეს მაგას არ ვიტყოდი. როგორც ჩემამდე მოდის ინფორმაციები არ ჩენ არაკლებ, ხო? რა იყო სიმართლე მწარეა, ხო? რაც გაჩუმებულ ხარ? ბრძნადმეტ ყოლება ივერცხლიარს, ხოლო მდუმარება ოქროის ჩეული. არ მიაქციოთ ყურადღება მას, სოფლურ ენაზე ლაპარაკობს. დი, ჩვენ სახში მოჩვენება დავინახე გუშინ ღამე. რა მოჩვენება დაინახეო, მარიკო, მოგეჩვენებოდა. სად დაინახე? ხო იცით რომ ძალიან მეშინია ესეთი რაღაცეების. აუ, დავინახე. თეთრები ეცვა და შემოსასვლელიდან აივნამდე გაირბინა. და ქარი შემოქროლი და სახში. არაფერი არ არისო, მარიკო, არ არსებობენ კაცო მოჩვენებები. ნიტა შერაიცი. ზოგს ნანახი ყავს და ამბობენ რომ სიმართლეაო. არ მინდა ღამე ჩემო თახში დაძინება. რომ მომაკითხოს, ჩვენთან დავიძინებდე. რა ჩემთან დაიძინებ, კაცო, რომ მოგაკითხოს? კაი ხო დაიძინე. ვისი მოჩვენება უნდა იყოს, კაცო, ახლა ამ ჩვენ სახლში? ამ სახლის წინა მესაკუთრე ხო არ არის ინკა? რა ერქვა იმ ქალს? არა, ეგ გამორიცხულია. სესილი 93 წლის არის და სოლოლაკში ცხოვრობს, ვარდევით არის ქალი. დაივიწყეთ ხო, კაცო, არაფერია. აუ, ჩინიკა დიდი მივარდები. ანასტასია, თუ გამოვედი ახლა, მანდ ისე გაყნულებ, რომ დანისწრაბე მიკრო გაიგებს იცოდე. დეგენერატი ეს. კაი ხო, ხუმრობდი პროსტა ეს ორი დღე. დი, მოჩვენებამ გაირბინა ამ წამსახში. რა? თეკლა გურგენიძის ბებია გარდაეცვალა. შატალოს მოგვირთ სამძიმარზე მივდივართ კლასში. უი, საწყალი ქალი, რა საამბო, ფაცხონოს ღმერთმა. რითი მოკვდა? ამბობენ გულითო და ისე ასაკში კი იყო უკვე. უეჭველი თავი დაიბრიდა მაგ ქალმა. აუ, შერეებს სიტყვი ხოლმე რა. რატო უნდა მოეკლა თავი 91 წლის ქალს? მე რა ვიცი. თეკლა გურგენიძე რომ მიჯდეს სახში, აღარც მე აღარ მიქნებოდეს ცოცხლის სურვილი. ანასტასია ცოდვას ნუიკიდებ ზურგზე. არც ისე გაკლია. და წადეთ კიდე იმ სამძიმარზე თუ მიდიხართ ბარემ. თიკო, არ გამაცინო ხეთ რომ სულგებიცები მოგკლავ. თეკლა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის მწუხარებას. ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებთ. მადლობა ძალიან დიდი. ექიმმა თქვა რომ წამიერი სიკვდილით გარდაიცვალა და ტკივილი ვერ იგრძნო. აი როგორც იტყვიან ბედნიერი სიკვდილითო. ბაზარიერა იმენა ბედნიერია ბებიაშენი. შენ გარო დაისვენებს. სქესის გაგების წვეულებაზე მიდივართ მე და გოგოები, ნინუცასთან. დედა ნინუცა უკვე ორსულად არის კაცო. როდის მოასწრო? რა როდის მოასწრო დე? მომარიკო, მე მგონი შენ მაღაზიაში უნდა იყო ეხლა. 3 თვის წინ წაიყვანა ნინუცა თავის მაქვარმა დუბაიში. მე და თეკლამ გამოუთვალეთ და 95%-ია მაგის შანსი, რომ იქ მოასწრეს. რა მოასწრეს? მე გავდივარ უკვე და ომარიკოსაც პირადად მივაცილებ მაღაზიამდე.
აუ ნინუცას ნექსო ვიკაბა ნახეთ, ალბათ დედამთილმა მოუგზავა. გაგიმარჯოს ნინუც. ფარისევლობა ჩეკ. აუ ნინუცას ხმას შეხედით. ბიჭი იქნება, ბიჭი, გოგო არ გამაგონოთ. შეხედე მეოთხეთ ამბობს უკვე მაგას. 21 საუკუნეა და გოგოებს კიდევ ვერ აფასებენ ისე როგორც ბიჭებს. უსამართლობაა. ამას უეჭველი ტელეგრამ ბოტი უნდა ურჩიო. იქნება მაგრამ მეც გაუნათოს გონება. ეგ რა არის? ის რასაც უკვე 10 დღეა ვაკეთებ. მითხარი აბა როგორ ჩავწერო და რას აკეთებს? რადგან უცებ გადმოწერს საერთოდ მარტივი შეტყობინება მოგდის ყოველ დღე ტელეგრამზე. ერთი მესიჯი, ერთი მიკროთამაში და ერთი ვიდეო. და 21 დღეში გეცოდინება როგორ აიჩილო თავიდან დისკრიმინაცია, ბულინგი, შევიწროება და მსგავსი ქცევები. ძალიან მაგარი რაღაცაა. აუ რა კაია, მეც გავაკეთებ აუცილებლად. ხო უეჭველი. ლინკი ბიოშია. ერთად ვისწავლოთ როგორ შევაჩეროთ დისკრიმინაცია. ომარიკო იატაკზე ნუ გორაობ, თორე წამოვდექი ახლა. დეგწუჭყიანი შორტები კიდე შეაგდეს არეცხ მანქანაში. დროზე. რეგაბრეზებული ხარ ინგა. იმიტომ ხარ რომ დიდი თაბანოში წაიქეცი. ჯერ ერთი არ წავქცეულ ვარ წავბორძიგდი და მეორეც კიდე კედელზე ვიყავ მიყუდებული და ჩაცოცხული. სარეცხი მანქანის ტრიალს ვუყურებდი. ეს ჭუჭყიანი შორტი საწავიღო. მომეც შევაგდო სარეცხ მანქანაში. ან კიდე შეაგდე ახლა შენ თვითონ დიდი ამბავი. ხო რა იყო ისწავლოს დისციპლინა. ნეტა რას გიხსნი საერთოდ რა. ვაიმე, მარილი დავაპნიე ჩხუბი იცის. როდენ გჯეროდი შენ მაგ ცურწმენების? არაფერი არის ცურწმენა, ასეა ეს. ჩხუბი იცის მეთქი გეუბნები. ისევ შენი ჩხუბებ. თუ დამცახში სხვა არავინ არ ჩხუბობს ხოლმე. შეხედე მე გამომიყვანეს ახლა მოჩხუბარი რა. გეუბნები ოჯახში რომ მარილი დაიპნება, იცის ჩხუბი. შედი ახლა შენ ხმა არ მოიღო. შენ კიდე შეაგდე ეგ რა სარეცხ მანქანაში გაოხდა. უყურე ერთი ამათ რა მარტო მევჩხუბობ ესე იგი. ბიჭო 10 ვაშლი ქონდა ანას 10 ვაშლი. როგორ გიჭირს ომარიკო ეს მათემატიკა რა უბედურებაა კაცო. აჰა, წვიმაც დაიწყო უკვე. ხო, მათემატიკა ძალიან მიჭირს. სულ ვარ დავწეროთ. აბა დაჯექი ახლა მანდ. დედო, რა თხელი რვეული გაქვს ომარიკო რა არის ეს? 48 გვერდიანი იყო ეს, მაგრამ რო ვხევთ ხოლმე 14-ია მარტო დარჩენილი. აჰა, ეგეც აყიდელი გამიხდა ესე იგი. რას წერთ აბა გამახსენე? რას და ანის ქონდა 7 ვაშლი. 7 კი არა, 10 ვაშლი ქონდა, ბიჭო, 10 ვაშლი. ვაიმე დამებნელდა თვალებში. ანასტასია მოდი ცოტა ხანი დააწერინე რა. აბა მოვიდა პროფესიონალი, რა უნდა დავწეროთ? აი ეს ანას აქვს 10 ვაშლი, სოფიკოს კი 80. რატო? აჰა, გასაგებია. ლოგიკა უნდა მაგას უეჭველი. დაწერი, სოფიკო გორელია. გორელია. კაი, ახლა ეს. გიორგის 12 რვეული აქვს. რამდენჯერ მეტი რვეული აქვს ლაშას, თუ მას 48 რვეული აქვს. რანაირად წერია? კი, ნამდვილად ცუდად წერია, შემდეგი. აუ თიკური გავს. ინგა მოდი რა ჩამენაცვლი. ამას ოღონდ ტელეფონი არ გააგდებინო ხელიდან. წაიკითხე მიდი რა არის შემდეგი. გელამ 50 ვაშლის ხე დარგო. დიმიტრიმ მასზე 20-ით მეტი, ხოლო ვაჟამ ორივეზე 10-ით მეტი. სულ რამდენი ვაშლის ხე დაურგავთ? მაჩვენე ერთი. დედა, გორელები ხო არ არიან კაცო ესენი? ანასტასია, დედა დაიკარგა მე მგონი. რატო არ მოვიდა აქამდე? არიცი როგორი საცობებია? საათნახევარში ერთხელ დადიან ავტობუსები. და ჩარჩა ალბათ ინგაც სამგორში. აუ თან 6-ის ნახევარია და იმენა პიკის საათი იწყება ახლა. შეიძლება რომ ვაფშე ვერ ავიდეს ტრანსპორტში. და იცე დაურეკავ. ინგა რა შვები აბა? კიდე სამგორში ხარ? ვაიმე დავრჩი და ეგ არის მე მგონი. რა იმდენი ხანია გაჩერებაზე ვდგავარ, გავიცანი აგერ ქალბატონი შორენაც. ხო, თქვენად იყავით იცოდე რა, იქნება ავიდე რომელიმე ნომერში არ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება. კაი ხო. ბავშვზე ნერვიულობთ ხო? რთულია დედობა.
მარტო რომ ტოვებ ხოლმე სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის რა. რთულია ჩემო კარგო. დამტოვებელი არ გყავთ? კი, როგორ არ მყავს, მაგრამ დამტოვებელი უარესია. დედა დამაღამდა ვერავედი ტრანსპორტში რა, უბედურება რა. ნეტა ბავშვები მაინც დამხვდებოდნენ ცოცხალი თუ რამე მინდოდეს. მირეკე ტელეფონო მალე დამირეკე მალე ეგ ფოტო ხო ნახე? აუ ძალიან პრიკოლია პროსტა. გოგო დღეს ვაფშე ინ გარმოა მიმკვიდე რო დარჩე აქ. აუ ძალიან მაგარი ზმანები უნდა დავიტრიო სკოლისთვის. რომელი აბა ის მაღაზია? გოგო აი ეს მაღაზია, ჩემი მეზობელი მუშაობს და ძალიან კაი რაღაცეები აქვთ ხოლმე. მოდით აბა გოგოებო, მოდით. ჯინსი, მაიკა, ტუფლი, კამარი ყველაფერი გვაქვს. გამარჯობა. ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ რომ აჩვენოთ. ვიწრო? რა მაქვს ვიწრო? აი ეს მოდელი. მიდი ჩაიც გაისინჯე წაიღე. არა ესეთები არ მომწონს. გავივლით. აუ გავიხსენო ის მეორე მაღაზია სად არის? რძალდე და მთილი რომ მუშაობს. თიკო წამოვა იმ ქალთან მივიდეთ. დეინერის ტარგარიანს რო გავს. აბა რას ვეძებთ გოგოებო, სულ ახალი თურქული ტავარია. გამარჯობა, ვიწრო ჯინსები თუ გაქვთ ქალბატონო? არა, ვიწროები არ შემომიტანია. დრაკონები? დრაკონის მოდელები აღარ არის შვილო. ხაჭაპური, ლობიანი, ბერაშკი. თამრო, ერთი ხაჭაპური მომეცი რა, ხოცხელია. ანასტასია ის მაღაზია, მიდი აბა იკითხე. უკაცრავად ვიწრო ჯინსები ხო არ გაქვთ? რა შვილო? ვიწრო ჯინსები. ქალბატონო. თიკო ვისთან მომიყვანი აქ? დუმარების ფიცი ქონდა ამ ქალს დადებული. გოგო რა ვიცი, მეს ვაკვიდულობ ხოლმე. მაშინ გასაგებია. იმენა ვერ ვიჯერებ, როგორ დააშორეთ ეკლა გურგენიძე და ლექსო ისე უცებ. და რა იყო არ მიცნობ, ინტრიგა დავთისე, გაიზარდა და ბუმ, გასკდა. პროფესიონალი ხარ, პროსტა. არ გაიხედო იქით ეკლა გურგენიძე მოდის. გოგოებო, რა იყო, ჩვენ და შორებას აღნიშნავთ? ესეც დაობა. თან ერთჯერად იყავებით. მრავალჯერადი შენს გვიყოფი. აუ თეკლა რა გინდა ვერ გავიდი, მეორე ტურს იწყებ? რა და მე რო ყველა ვარიანტში ვიღებ იმას რაც მინდა იქ ხო იცით უკვე და შეიქნეთ და ძალიან ხო წინო გადამეღობებით რა. ალბათ იმიტომ მიიღე ხო იმ დღეს ქართული საკონტროლოში სამიანი გინდოდა. თიკო გაჩუმდი, ორიანი მივიღე მე მაგაში. ხო და იმას რომ უფრო ლექსი ერთხელაც მარტო მიში მიყვარებს, ეს დაიმახსოვრეთ რა კარგად. წავედი. ბაზარი არა, თეკ, ერთხელ ნეხუც აყოლდებაო. აუ ჯერ ქუჩიდან წივილი ხარ შემოდის და ვერ სწავლობ განალების ტაბულას. მოვედი მესახში. ანასტასია რატო იყო ეზოში ჩხუბის ხმა? არ ვიცი. წავედი მე ჩემ ოთახში. გაყრიან ამ შვილებს ქუჩაში და აღარავინ აღარ არის მერე ყურადღებას მიმქცევი რა.